საკალათბურთო სუპერლიგის ლევანდელი სეზონის გამარჯვებული ქუთაისი 2010-ის წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ ჩვენი სტუდიის სტუმართან ერთად შემოგვიერთდა საკალათბურთო კლუბ ქუთაისი 2010-ის კაპიტანი აკაკი დვალიშვილი. Დილომშვიდობისა, აკაკი. დილომშვიდობის. მინდა პირველ რიგში მოგილოცოთ ეს უდიდესი წარმატება, მართლაც ნაყოფიერი წელი გამოდგა ლევანდელი საკალათბურთო სეზონი ქუთაისისთვის და ერთგვარ ტრადიციად გვერდცა, ხო? მგონი ყოველ წელი ძალიან კარგი ტრადიციაა. წინასწარ მარტოობით ვიყავი, ახლა 300-ზე თოვედი. მეც როგორც ქუთაისელი მოხარული ვარ და არ ვიტყვი უარს, რომ ყოველ წელიწად ნამდვილად იყოს ეს შესაძლებლობა, ყოველწლიურად. ჩვენ ვეცდებით. დავიწყოთ, მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ, რითი დაიწყო პირველი თასი, რომელიც სამ სეზონში მოიგეთ და გაიმარჯვეთ ვისთან ჰქონდათ დაპირისპირება, რომელ გუნდებს ძლიეთ. სუპერთასი, როგორც ვიცით. სუპერთასი კი პირველ რიგში მივესალმეთ თქვენს მაყურებელს. პირველი იყო სუპერთასი, მანამდე წინა წლებში იყო ხოლმე რომ სუპერთასი სეზონის დამთავრებიდან მეორე დღეს 30-ში მთავრდებოდა სეზონი და 31-ში იყო ხოლმე მაისს სუპერთასის გათამაშება. ეხლა სეზონის დასაწყისში გადაიტანეს და პირველი თასი მოვიგეთ თესეუს წინამდე ფინალში თამაში. და საქართველოს საინტერესო დაძაბული მატჩი, ხო? ვისაც არ უნახავს მატჩს. საერთაშორის მოკლედ პირდაპირ შემაჯამებლად რო თქვა, საქართველოს თასი საქართველოს ჩემპიონატით თესეუს წინამდე ვითამაშეთ ფინალში. ანუ ძალიან სერიოზული დაპირისპირება იქნებოდა, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ სამივეჯერ ფინალში შევთხოვით ვერ მოხვდები, ესე იგი ორივე ღირსეული ფინალისტები ვიყავით. რაც შეეხება მომდევნო პრიზს საქართველოს თასს. საქართველოს თასი მოვიგეთ უკვე იანვრის მერე აპრილში მგონი და მანამდე თესეუსთან დავთმეთ ქორქია საგანდერიძის თასი 4 ფინალი ვითამაშეთ თესეუს წინააღმდეგ და მერე უკვე რაღაც სარეაბილიტაციოდ წინა საპლეიოფოდ მოვიგეთ საქართველოს თასი და მერე უკვე ჩემპიონატს. ერთია გამარჯვება, ერთია მოგება, მაგრამ მეორე არის ის, რომ უნდა შეინარჩუნო ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი შედეგი უნდა დადო თავისთავად და ეს ყველაფერი პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, წინა წელსაც ხა ჩვენ რო ჩემპიონები გავხდით უკვე ტიტულის შენარჩუნებისთვის ვიბრძოდით და რაღაცა სხვანაირად მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, რომ საქართველოში თითქოს ისეთი ტენდენცია იყო, რომ თუ ჩემპიონი ხდებოდი, მერე მომუაწეს უკვე რაღაც საშინელი გუნდი დგებოდა ხოლმე და შედეგებს ვერ აღწევენ და უკვე ეს მაქინე გამოვედით და უკეთეს შედეგი დავდეთ ვიდრე წინა წელს და ეხლა ვეცდებით რომ ასეთი უკეთესი შედეგი დავდოთ ევროტურნირზე, რომელზეც დიდი ალბათობით აუცილებლად ვისაუბრებთ ამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ვიდრე ასევე ვისაუბრებდით სუპერლიგაზე, ჩემპიონობაზე. აუცილებლად მინდა გკითხო, რა არის ამ წარმატების მთავარი გასაღები, როგორ ფიქრობ აკაკი? აი ზედიზედ მეორედ, რაც ახსენეთ თავადაც, იცის საზოგადოებამაც, ზედიზედ მეორედ ქუთაისი 2010 გახდა საქართველოს ჩემპიონი სუპერლიგის. რა არის ამ წარმატების მთავარი გასაღები? ბუნებრივია, მწვრთნელთან, კალათბურთელებთან ერთად ალბათ ის ოჯახური გარემო ალბათ ხომ რაც არის ქუთაისში. რა თქმა უნდა, წარმატების გასაღები არის, როდესაც წარმატებას მიაღწევთ, თუნდაც ჩვენ წინა წლიდან ძირითადი ბირთვი ჩვენ რა შეინარჩუნეს მწვრთნელებმა ძირითადი ბირთვი და ერთ-ერთი მათგანი მეც ვიყავი და უკვე რადგან მოთამაშე ერთმანეთს ვიცნობდით, იმ ძირითად დეტალებზე წავიდა საუბარი, რაც მნიშვნელოვანი იყო წარმატებისთვის და არა თავიდან ასაწყობი იყო, თავიდან რო ასაწყობი გუნდი, მაშინ უკვე რაღაცა შეიძლება მეტი პრობლემა წარმოიჩინოს ხასიათზეც დაუშვათ მოთამაშეები შეიძლება ვერ მოერგონ და აქ უკვე ეგ პრობლემები აღარ ქონდა და მწვრთნელმა ზუსტად ისეთი სკაუტინგი გაატარა თუნდაც უცხოელების, როგორც მნიშვნელოვანი იყო იმ წარმატებისთვის, რაც დღეს გვაქვს სახეზე. სუპერლიგას რომ მივყვეთ, რეგულარულიდან დაწყებული, პლეიოფით გაგრძელებული, ფინალური სერიით დამთავრებული ყველაფერი რომ დეტალურად განვიხილოთ, შეძლებს დაგვარად. დასაწყისში თავიდან რომ დავიწყოთ ევროტურნირებით დავიწყოთ ევროტურნირებისთვის ვემზადებოდით და ამასობაში მე დუდუ დადიანის თასი წამოგვეწია იქ რაღაც ცოტა გავხურით ასე რომ ვთქვათ და მე სუპერთასი მოვიგეთ. მე ევროტურნირებზე სხვათა შორის ძალიან ახლოს ვიყავით შემდეგ ეტაპზე გასასვლელად და ვიც მიადევნა თვალყური სამი დამატებითი დრო ვითამაშეთ იმისათვის, რომ აი ბოლომდე ვიბრძოდით, რომ გავსულიყავით შემდეგ ეტაპზე, შანსი შეგვენარჩუნებინა, ასე რომ ვთქვათ.
მაგრამ გამოცდილებისთვის ძალიან კარგი იყო. ის ევროტურნირები რო დამთავრდა, მე მქონდა რაღაცა პატარა ჩავარდნასავით და მწვრთნელის და მოთამაშეების საკებრად ასე რომ ვთქვათ, არ დავიშალეთ და მალე აღმოფხვა ის პრობლემები გუნდში, რაც იყო ის ფსიქოლოგიური ალბათ გადაღლა ემოციური რაღაც დაცლა იმ ტურნირის მერე რაღაც მოლოდინები რაც ქონდა ზოგისთვის გამორთა ზოგისთვის ყველა სეზონში ალბათ კრიზისის მომენტი. მაგრამ თავი არის ალბათ სწორედ ეს რომ გარდა იმისა რომ მოგება არის მოგება და წაგება ძმები არიან ნათქვამია და შესაბამისად ანუ ამ ყველაფრისთვის საჭირო არის ფსიქოლოგიური მზაობა ხომ თავისთავად და უნდა გაიაზრო ის რომ ეს წაგებაც გეხმარება იმაში რომ დაამუშავო ის შეცდომები თქვათ რაც დაუშვი და შესაბამისად მე უკვე გამარჯვებისთვის თამამად რა თქმა უნდა სუპერლიგა ახლა დღესდღეობით საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ვინვის მოუგებს ვერ გაიგებ აქედან გამომდინარე ყველაფრისთვის მზად უნდა იყო ახლა თუ ერთი გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში ისე გაივლეს რომ არც ერთ თამაშს არ წააგებს მასეთ ჩემპიონატს აზრიც არ აქვს ახლა ესე იგი საკმაოდ დაბალი დონისაა და არ არის დაბალანსებული ხო? არ არის დაბალანსებული და ახლა ვინც თვალს ადევნებს სუპერლიგას ყველა დამეთანხმება რომ შეიძლება იმ მომენტისთვის ცხრილში იდგეს მეათე ადგილზე და მოუგოს პირველ მეორე ადგილას ან რაღაც და ვერაფერს ვერ პროგნოზირებადი არ არის რა სუპერლიგა და ეგ ძალიან საინტერესოა და აქედან გამომდინარე რაც უფრო მალე მოახდენ ამაზე რეაგირებას და აღმოფხვრას რაც ჩვენ მოახერხეთ წარმატების შანსი უფრო მეტია მე. როგორ ჩაიარა რეგულარულმა სეზონმა ვიცი რომ ყოველ წელიწადს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ქუთაისი 2010 რეგულარულ სეზონს იმისათვის რომ მოედნის უპირატესობით ისარგებლოთ. თან თვალსაც ვადევნებ უკან კადრები ჩას სავსე იყო დარბაზი სეზონს. კი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადგილობრივი გულშემატკივრის მხარდაჭერა რომელიც ბოლო თამაშებში განსაკუთრებით ვიგზენით და მით უმეტეს კიდე მეხუთე თამაშზე სავსე იყო ტრიბუნა და ძალიან დაგვეხმარა იმაში რომ წარმატება მიგვეღწია და აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოედნის უპირატესობის მოპოვება და ამიტომაც რეგულარულ ჩემპიონატში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ პირველ ადგილზე დაგვესრულებინ და ყველასთან მოედნის უპირატესობა გქონდა. როგორც მსახიობისთვის მომღერლისთვის არის ვთქვათ დარბაზი და ის თავისი გულშემატკივარი მნიშვნელოვანი ხო და ის თაყვანისმცემლები მათთვის მღერი მათთვის თამაშობი როლებს და ასე შემდგომ ასევე არის სპორტში ზუსტად რომ თავისთავად ის გულშემატკივარი არის ის ერთადი მუხტი რომელიც გიბიძგებს იმისაკენ რომ გაიმარჯვა თავისთავად. რა თქმა უნდა ჩვენ თამაშობთ გულშემატკივრებისთვის ეხლა თუ შენს სიხარულს არავინ არ ეზიარებს რაც არ უნდა წარმატებული იყო აზრი არ აქვს რა იმ წარმატებას მარტო რო გიხარია და როცა მთელი დარბაზი იმ სიხარულს იზიარებს მაგაზე დიდი ბედნიერება ალბათ არაფერი არ არის თან მით უმეტეს მე მქონდა ნათამაშები რამდენჯერმე ფინალების შინაურ კედლებში და გასვლაზე მოგებული მქონდა ხოლმე საქართველოს ჩემპიონატი მაგრამ შინაურ კედლებში რამდენიმე ფინალი წავაგე და ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის და ამ ეტაპზე რადგან მოვიგე მინდოდა რომ თან შემეგრძნო ეს სიამოვნება როგორი იყო და რაღაც კიდე გავემეორებდი აუცილებლად ვთქვათ აკაკი ვისაუბროთ ფინალურ სერიაზე ასეთი დრამატული და საინტერესო დაძაბული ფინალი მე პირადად ძალიან დიდი ხანი არ მინახავს ეგრე არა მაგრამ კარგახანი შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ რომ შარშან ალბათ არ იყო ასეთი ფინალი როგორიც წელს კარგახანია ეგეც შეიძლება ითქვას კარგახანი არ გინახავს იმიტომ რომ 28 წლის წინ იყო ისეთი სერია როგორიც ეხლა ამ მომენტისთვის ჩვენ თამაშობთ 0-2-დან ზედიზედ მე სამი თამაში მოვიგეთ და თან მოედნის უპირატესობა ვახსენე და მოედნის უპირატესობა პირწმინდად გავანიავეთ ორივე თამაშის სახში წავაგეთ და მე უკვე ანალოგიური დაემართათ ესეუსაც მოედნის უპირატესობა იმათ 20 გამიღეს და 2 წააგეს და მე უკვე შინაურ კედლებში იგივე შეცდომა აღარ გავიმეორეთ და ჩვენი მაყურებელი გახარებული გავუშვით დავსწრებ მაყურებელი ის იყო ტრიბუნა. როგორც გუნდის კაპიტანი ეს იყო შენთვის მეორე გასი როგორც ვიცი. როგორც გუნდის კაპიტანი ამ კი როგორც გუნდის კაპიტანი კი ისე ფინალი ვითამაშე მე ანუ რუსთავთან კაპიტანი ვიყავი და ფინალი ვითამაშეთ თესეუს წინააღმდეგ ასევე და უკვე ფაქტურად კაპიტნის რანგში რევანში აუღეთ ასე შეიძლება ითქვას.
ისე კი შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ აი კაპიტნის რანგში თასის აწევა. პირველი შენ გიწევს ხო ბუნებრივია თასი. კი, რა თქმა უნდა. აიღო, აწევა, რა შეგრძნება არა ემოციებთან არის ეს კავშირში. ჩემთვის თავარი სურვილი რო ყოფილიყავი კაპიტანი არის ეს რომ თასს რო ჩაიხდე მიდან გუნდთან ასე რომ გავზიარებ კი, რა თქმა უნდა და რა ვიცი ზიღვლიანი გამოდგა პირველი იყო ქორქია საკანდეძის თასი რომელიც იმ მომენტისთვის ველურას რო ეძახი გიორგი ბარბაკაძე იყო კაპიტანი და რაღაც მიზეზების გამო ვერ იყო კი და მე ვიცე-კაპიტანი იყო და მაშინ კაპიტნობა გადავიბარე იმ მომენტისთვის და პირველი თასი მაშინ ჩავიბარე იმის მერე რუსთავში ჩავიბარე უკვე აბსოლუტურად კაპიტანი ვიყავ ვიცედან არ გადავსვარ და ამის შემდეგ გაგრძელდა ყველა ტიტულობა კაპიტნის რანგში მოგებული ზოგი ორჯერ საქართველოს ჩემპიონატის ორჯერ და კი რა ვარ ჩამოთვალა აღარ მოსწონს ტიტულოვანი რომ ხარ ეს რადასარევად იცის ჩვენმა მაყურებელმა და თელმა საქართველოს საომალო გეგმების შესახებაც აუცილებლად უნდა ვიკითხოთ რა თქმა უნდა თუ როგორია გაწერილი გეგმა ასე ვთქვათ რომ გაგვასწროთ ზოგადად ჩემი გაწერილი გეგმა ამ მომენტისთვის გაწერილი ვერ მაქვს ველოდებით ახლა ანუ საქართველოში ძირითადად ახლა კი გავიგე რამდენიმე ორწლიანი კონტრაქტებიც შემოუღიათ და მაგრამ ძირითადად არის ერთსეზონიანი კონტრაქტები და ყოველ წელიწადს ახალ შემოთავაზებებს ველოდებით და ახლა ეგ ეტაპი არის ველოდებით ახალ შემოთავაზებებს და თუ კი ქუთაისში დავრჩები ქუთაისა გეგმა ის ევროტურნირი წერა ახსენეთ და დარბაზი უნდა გარემოდეს როგორც ვიცი აგვისტოდან დაიწყება დარბაზის გარემოება და გამზადება ასე რომ ვთქვათ ევროტურნირებისთვის რომელიც ალბათ საშუალებას მოგვიწევს რომ შინაურ კედლებში ჩავატაროთ ის ევროტურნირის თამაშები მომდევნო სეზონის დაწყებამდე უნდა იყოს თორე ისე აზრი არ აქვს და თან ის იატაკი რომელიც არის ახლა არ არის შესაბამისი არ არის ასე რომ ვთქვათ და ისიც უნდა შეიცვალოს და მე უკვე ის მოთამაშეებისთვისაც კარგი იქნება ქუთაისის გუნდში ხელისმოწერა კონტრაქტზე. თითოეული მოგება თავისთავად ხომ ეს გუნდი ნაკრები არ აქვს სპორტის სახეობის მნიშვნელობა ეს ყველაფერი თავისთავად მოქმედებს იმაზე რომ მომავალ თაობას იმედს უსახავს იმისა რომ შეუძლიათ თავადაც მიაღწიონ გარკვეულ წარმატებებს და ქვეყანასაც მოუტანონ თავისთავად წარმატებები რას ეტყოდით მომავალ თაობას. რა თქმა უნდა ახლა ეს თუნდაც ქუთაისზე რო ვისაუბროთ რა ტრიბუნაზე რო გაიხედებოდი იმ ასაკიან ხახთან ერთად ბევრი აი ახლანდელი ეხლა რო შევიდნენ კალათბურთზე ან უთქვამთ კიდევაც რომ აი თქვენ გამო ეხლა უნდა შევიდე კალათბურთზე და ანუ რაღაცა мотиваცია და თუნდაც ეგ არის ჩვენთვის არის პირველ რიგში სტიმული რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე კარგად იქნება გამომდინარე რომ გვიყურებს მომავალი თაობა და რაღაც მაგალითი უნდა აიღო და კალათბურთი და ზოგადად სპორტი ხო ჯანმრთელი ცხოვრების წესისთვის არის ასე რომ ვთქვათ და მაგალითი უნდა აიღონ და მომავალ თაობას ვეთქვი უნდა იშრომონ ახლა ყველა მაგას ეუბნება უნდა იშრომონ მაგრამ ნებისყოფა არის საჭირო ძალიან დიდი რაღაც მომენტში როგორც თქვი ახლა თუნდაც ჩვენ სეზონშიც და ცხოვრ კარიერის მანძილზეც ბევრი ჩავარდნაა და მნიშვნელოვანი როგორ გაუძლებ და რამდენად გინდა იმ ბიზნეს მიღწევა საითაც მიდიხარ რაც გაქვს დასახული თუ ძალიან გინდა და ასე აიღებ ბიზნესს და წახვალ პირდაპირ აუცილებლად მიაღწევ იმ ბიზნესამდე თუ ისე რა გინდა უკვე არ გამოგივა ჩვენ წინა გადაცემაშიც ვახსენეთ და ვისაუბრეთ თქვენს პირველ და მთავარ გულშემატკივარზე თქვენს მეუღლეზე და ზოგადად ოჯახზე და მინდა რომ კიდევ ერთხელ ვახსენოთ და ვუთხრათ მაყურებელს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს სპორტსმენის წარმატებაში რომ ასე დიდ წარმატებას მიაღწიოს სპორტსმენმა პირადად თავის კარიერაში რა თქმა უნდა გუნდისთვის სიბრძოლოს მან და ასევე რადგან მეუღლეს ვახსენებთ აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ თქვენი მეუღლე დააჯილდოვა კიდევაც ქალაქის ხელისუფლებამ ხო შესაბამისი ჯილდოთი ხო გულხორვალი ერთგული გულშემატკივრის სტატუსი მიენიჭა როგორც ვიცი ჩემთვის ახლა აქედან მოვიკითხავ და მადლობას ვეთქვი ჩემ ბიჭებს ჩემს მეუღლეს გვერდში დგომისთვის რასაც მიცხადებენ ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა და როგორც ჩანს არა მარტო ჩემთვის უკვე გუნდისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ქალაქის ხელმძღვანელობაც შეამჩნია მისი აქტიურობა და მისი გულწრფელი ემოციები ასე რომ ვთქვათ რომელსაც ჩვენ გამო ავლენს ასე რომ ვთქვათ და დააჯილდოეს
აქტიური და ყველაზე ხმაურიანი გუშინ არის. ასე სიმბოლური რაღაცა, იმით რა ქვია, ტიტულით და ეს ყურადღებაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თითქოს არაფერი, მაგრამ რაღაც შრომა ამას იმისთვის არ აკეთებდა რომ ტიტული მოიღო, რა თქმა უნდა, ეხლა ასეთი ტიტულები არ არსებობს გონი, მაგრამ ეს ყურადღება და დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მე ძალას მატებს ალბათ ხომ მოედანზე მისი გულშემატკივრობა და ოჯახის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეგ 2010 წლიდან ვიცნობ 2012 წლიდან ჩემი მეუღლეა და მაგ ამ პერიოდიდან მოყოლებული სულ გვერდში მიდგას და მის გარეშე უკვე ვეღარ წარმომიდგენია თამაშზე რო არ იყოს ვერ წარმომიდგენია. მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთხელ შესანიშნავი სეზონი უკვე ჩავლილი, სამომავლოდ წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენც და ქუთაისი 2000-ს მის მთავარ მწვრთნელს დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის და იმ ყურადღებისთვის, სადაც ავნეთ. ახლა ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმ სიხარულის გაზიარება, რასაც ჩვენი გუნდის მიმართ ავნეთ. მომდევნო წელსაც ტრადიციას ნუდავარობთ და გამარჯვებული სანქში როლში გელოდებით ჩვენთან სტუდიაში დაგემშვიდობებით. საკალათბურთო კლუბ ქუთაისი 2000-ის გუნდის კაპიტანი აკაკი დვალიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.